მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, კვლავ ანტიბიოტიკის სტუდიიდან, კვლავ გურიიდან, როგორც ხედავთ, მშვენივრად გამოვიყურებით, ვართ, ვხმაურობთ, ვიბრძვით, იმ იდეით, რომ ჩვენი საქართველო იყოს ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, პროგრესული, ერთიანი, თავისუფალი და განვითარებული, ასე რომ ბრძოლა ბოლომდე. ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება აუცილებლად უსმინეთ და გამოიწერეთ YouTube არხზე სტუდია ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ გურიიდან ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს და აუცილებელ თემებზე სიუჟეტს ნახავ და ასევე ძვირფასო ჰეითერებო, რომ არა თქვენ, ჩვენი мотиваცია იქნებოდა ძალიან დაბალი. მიყვარხართ ყველა. დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული არხები პოსტივი და იმედი ფინანსური სანქციებით დაასანქცია. ეხლა ვიღაცას არ გაეცინოს სანქციებზე. მოგვიანებით ვიტყვი. ასეთი დიდი ბრიტანეთი არასდროს არ ყოფილა. მე ვიტყოდი დიადი. არც ელიზაბეთის დროს, არც ესე ვთქვათ, ჩერჩილის და არც ტეტჩერის დროს. დიდი მადლობა ღმერთმა დალოცოს ნისლიანი ალბიონის ქვეყანა. ჩვენი გასაკეთებელი გააკეთეს ნამდვილად. რა სანქციებია ეს და რა მოელის ამ ორ რუსულ, ესე რომ ვთქვათ, ტელეკომპანიებს, რომლებიც ისეთ ბინძურ საქმეს აკეთებენ წლებია საქართველოში, პირდაპირ რუსს არ გაუკეთებია. და ეხლა ჩამოგითვლით პროფესიონალების მიერ დაწერილს, რამე რო არ გამომრჩეს, ვეცდები ჩამოგითვალოთ. პირველი, იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი ორივე არხზე, რაც ფაქტიურად ნიშნავს მედიების დახურვას. იხურება მათი ვებსაიტები, რეკლამებს ვერ მიიღებენ, ტრანსლაცია საერთაშორისო თანამგზავრი თუ ინტერნეტი პლატფორმების მეშვეობით შეწყდება, ვერც საკაბელო ტელევიზიებში იქნებიან, ვერც რეიტინგებს გააყალბებენ, მოკლედ იგივე ბედი რუსთავი 2-ს ელოდება, ხოლო ბანკები, რომლებიც ეცდებიან ითანამშრომლონ ამ, ესე ვთქვათ, სანქციებით დასანქცირებულ ტელეკომპანიებს, მათაც დიდი პრობლემები შეექმნათ. ეს არის მცირე ჩამონათვალი, მაგრამ ძირითადი თუ რა მოყვება ამ სანქციებს. რა თქმა უნდა, საშვილიშვილო საქმე კეთდება, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები იყო რუსული რუპორი საქართველოში და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა წლების განმავლობაში და ის ჟურნალისტები, ის ადამიანები ჩერას გვანან, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, ვინც ამ რუსულ საქმეს აკეთებს წლებია საქართველოში, არიან სახეახეული ადამიანები, უღირსები, რომლებიც ფულის გამო სულსაც გაყიდიან და სამშობლოხო გაყიდეს და გაყიდეს. ამიტომ მიიღეს ის, რაც ეკუთვნოდა. აგენი დღეშია თქვენ კოცბობოლათა, ესე ვთქვათ, გამოხმაურება ამ სანქციებთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთი მალე დაიშლება ძამი. წარმოიდგინეთ ახლა რა სულელური მესიჯებია და სხვათა შორის თემა, რომელზეც ახლა მინდა გესაუბროთ, არის აი სწორედ ეს სულელური მესიჯები, რომელსაც დრო და დრო დიდი ინტენსივობით უშვებს ეს ხელისუფლება. რაც უფრო სულელურია მესიჯი, უფრო ვერაგულია და უფრო საშიშია. და რაში მდგომარეობს ეს ანალიტიკოსების, ესე ვთქვათ, ნაშრომებს გავეცანი და ამას თურმე რუსეთში ქვია თეთრი ჩამხშობი. და რა შემთხვევაში ხდება ახლა ეს? როდესაც ხელისუფლებას აქვს ინფორმაციული კრიზისი, ან რაიმე ფორმით კრიზისი, ის ცდილობს ამ სიტუაციის გადატვირთვას. და ინტენსიურად უშვებს სულელურ, ურთიერთ გამომრიცხავი შინაარსის მქონე ძალიან ბევრ გზავნილს. და რას აკეთებს ამით? ამით აკეთებს იმას, რომ მსმენელს მთავარიდან მეორე ხარისხოვანისკენ გადაატანინოს ყურადღება და აბნიოს
და ესეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ ადამიანი ვერ გაერკვეს, რომელი ინფორმაციას გაეცნოს, რომელია მართალი და რომელია ტყუილი. რა შედეგებს იღებენ აი ამ გადატვირთვის პროცესში? კრიტიკული აზრის ჩახშობა, როგორც გითხარით, გონების არევა, ასევე იმის შეგრძნება, რომ თითქოს სამართალს ვერ იპოვი, ვერაფერს ვერ მიაღწევ და ნიჰილიზმი. აი რაც სჭირდება. და ასე რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ხელისუფლებას არ სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, მან უკვე გამოიწვია არეულობა ამ უაზრო გზავნილებით, მასიური გზავნილებით, ადამიანი უკვე იბნევა, უკან იხევს, არ აინტერესებს ეს ახალი ინფორმაცია და აი უჩნდება სწორედ აი ეს განცდა, რომ დაუცველია ასევე არენდობა მედია საშუალებებს, კრიტიკულ მედია საშუალებებს, არენდობა პოლიტიკურ პარტიებს, არენდობა დავუშვათ მოქალაქეთა პროტესტს და საერთოდ არ არის. თავის მიზანს ამით აღწევენ. თუმცა ეს არის აპრობირებული ხალხი და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს. ჩვენ ამ დროს ის უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავასწოროთ საჭე აი ამ უაზრო მესიჯებში მთავარი თემა ყოველთვის დავაფიქსიროთ და ვიფიქროთ იმაზე. წარმოვიდგინეთ ახლა, როდესაც ასეთ კრიზისშია ქვეყანა, ეს ხელისუფლება ღებულობს აი საოცარ კანონებს, რომელიც მე მგონი ასეთი ტემპით, ასეთი სისწრაფით რუსეთში არ მიუღიათ, იმიტომ რომ ფაქტიურად დემოკრატიის ინსტიტუტები, თავისუფლების ინსტიტუტები, რაც ვაშენეთ ამდენი წელი, თვალდა ხელშუა გვენგრევა 2 წლის განმავლობაში და ადამიანებს ელემენტარულად პროტესტის გამოხატვის უფლება არ აქვთ. ეს იქნება აქტივისტი, ეს იქნება იდმეწარმე, ეს იქნება კერძო ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა, ხმას ვერ ამოიღებ, ვერაფერს ვერ ამაც საწინააღმდეგოდ. არის ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ფულის ინფლაცია, სიძვირე და აი ამის ყველაფრის დასაფარად, აი წარმოიდგინეთ ბოლო პერიოდში როგორი სულელური გზავნილი ჰქონდათ ეს ყაველაშვილს რო ათქმევიდნენ ჭარბწონიანობაზე. ნაცების დროს ჭარბწონიანი იყო ხალხი, ეხლა იმ ყაველაშვილმა რო იცოდეს რა კანონებზე აწერინებენ ხელს და მე ამას რო შეტენიან ყველაფერს, ვინმე ანეტა არ ყავს სახლობლოში ნორმალური რო უთხრას, რომ რა ვიცი, საოცარ რომ დადგება დრო გასამართლების, ყაველაშვილს შეახოცავენ ხელს. ამ გზავნილების მავნებლობა, ჩემო ძვირფასებო, იყო ის, რომ აბა ნაცი გინდა? აი ამ მესიჯით 14 წელი გაძლო ამ ხელისუფლებამ, რომელიც ბოლო 2 წელიწადში უკვე საპოლიციო რეჟიმად იქცა. აბა ომი გინდათ? აბა ევროპაში გინდათ იქ გაგათხოვებენ და ესე თქვათ მავნებლური, ძალიან მარტივი, თითქოს სულელური გზავნილები, რომელმაც ძალიან ცუდი საქმე გაგიკეთა თქვენ ჩემო ქართველებო და ასევე გაგვიკეთა ჩვენ ყველას და ჩვენ ქვეყანას. და ამას მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გადაიფაროს ის მთავარი პრობლემა, რითაც ესე თქვათ გადატვირთვას ცდილობენ ესენი. ლეგიტიმაციის პრობლემა რომ აქვს ამ ხელისუფლებას, ვადაც გაუვიდა ამ ლეგიტიმაციას, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და გინდა თუ არა გვაღიარეთო, თორე თუ არ გვაღიარებთო, 3 წელი ციხე იქნება. ამას შეარქვეს, ჩემ ჭკვიანი მეგობარი წერდა ანალიტიკოსი, ამას შეარქვეს დეგრადირებული ავტორიტარიზმი. იმიტომ რომ კრიზისში არიან. ესე იგი, ამათ არ ესაუბრება არც ერთი თავმოყარე ქვეყანა, არც ევროპის ქვეყნები, არც ამერიკის შეერთებული შტატები. და თურქმენეთში დადის პაპუაშვილი მეჯლისზე, ეხა ბრეჟნევის დრო გამახსენდა, ეხა წარმოიდგინეთ რა სიტუაცია და ამას ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ ვიღაცებმა გვაღიარა. აი სადღაც ჭეხარისხის ქვეყანაში, ეხა თურქმენეთში თუ იმეჯლისებ და სადღაც დასაკარგავში. ამით ცდილობენ, რომ მოატყონ ის კატეგორია, ვისაც ატყუებენ ამ წლების განმავლობაში, რომ აი ჩვენ ლეგიტიმურები ვართ. ამ დროს არ არიან ლეგიტიმური, არც ერთი ცივილიზებული ნორმალური ქვეყანა მათ არ აღიარებს ხელისუფლებად, იმიტომ რომ არჩევნები მოიპარეს. და ეხა ესეთი კანონები მიიღეს, იცით დრაკონული კანონები, რომ წარმოუდგენელი. აი
ასეთი ტერორი იყო 37 წელს. უბრალოდ დახურეტის მუხლი არა აქვთ. დახურეტის მუხლი არა აქვთ, თორე დახურეტენ. აი ზუსტად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. არ აქვს მნიშვნელობა რა ადგილზე. მონათლული არიან რადიკალებად, მონათლული არიან აგენტებად და ყველანი ციხეში. ზუსტად 37 წლებში გადავლეთ თვალ ისტორიას, ყველა დიდი ქართველი მოაზროვნე აგენტის მუხლით იყო დახურეტილი. ახლა გვინდა ჩვენ ამ დროის გამეორება, ამიტომ უფაქიზესი აი საოცრად ფრთხილ დროში ვართ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ წუმპეში, თუ ეს ბრძოლა არ გავაგრძელებთ. ამიტომ ყველა რუსთავაზე შეიძლება ვერ გავიდეთ, როცა საჭირო იქნება, ყველა გავალთ, ხომ? სადაც არ უნდა ვიყოთ. ტრანსპორტი იქნება, სახლი იქნება, ქუჩა იქნება, ჩვენი არსებობა უნდა იყოს პროტესტი. რომ აი უბრალოდ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამას, იმიტომ რომ ამის მწარე მაგალითი გვაქვს. ამათი რწმენა ემყარება მხოლოდ თვით გადარჩენის ინსტინქტს. ამიტომ ეპოტინებიან ხალხო ესე გამწარებული ამას ყველაფერს, რომ გადარჩნენ. და რუპორებად იყენებენ ყველაფრის მკისრებელ ადამიანებს ანახეს, მაინც აი ცოფის ბობოლები რა სანახავი ხალხია, მაგრამ მავნებლობენ და ეს თქვენ ყველამ უნდა იცოდეთ. ჩვენ ყოველთვის თავიდან ვამბობდით, რომ ამათი რუსული კანონები თქვენ შეგეხებოდათ. საქართველოს, რომელსაც მილიონამდე სოციალურად დაუცველები ყავს. ეხლა უკვე დაანონსეს კანონი, რითაც გადახედავენ ამ ბაზას. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ყველა სოციალურად შეჭირებულ ადამიანს, მაგრამ აი მოგმართავთ როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი. 14 წელი რომ სოციალურად შეჭირებული ხარ. 14 წელია რომ იღებ ამ დახმარებას და შენი ცხოვრება წინ არ წავიდა, ვერ დასაქმდი და გაჭირვებული ხარ სულ. ვერ უნდა მიხვდეს სადბანაობ. მე მესმის რომ თქვენ არჩევნების წინ გაშინებენ რომ აი ჩვენ თუ არ უნდა დგება მთელი სიები და დარბიან ბეკაძაღლებივით სოფლებში და ქალაქებში რომ ავსებენ ამ სიას რომ სოციუმტრო ძალიან დიდი მასა ხართ, ხო? ჯერ ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ მოსახლეობის ნახევარი ფაქტიურად სოციალურად შეჭირებულია, ნახევარი გაქცეულია, ხო, ემიგრაციაში და ვინც ვარ დარჩენილი კიდე რა დღეში ვართ იცით, ხო? რო გაშინებენ ყველა არჩევნების წინ რომ აი შენ თუ ჩვენ არ მოგცემ ხმას ამას წაგართმევ, როცა სახელმწიფოს ვალდებულებაა ეს შენ დახმარება გაგიწიოს, დაგასაქმოს და არ იყო გაჭირვებული, ანუ წახვიდე წინ. 14 წელი როგორ შეიძლება იყო გაჭირვებული. იფიქრეთ ამაზე და ეხლა იმ ბაზასაც გადახედავენ. ხო და რომ ვამბობდით ეს რუსული კანონი ყველა შეგეხებათ. ინდმე წარმე, კერძო ბიზნესი პრეტენზიას ვერ გამოხატავ. ვინმე თუ გიოხრებს შენ სოფელს, შენს მდინარეს და რაღაცას იქ იშენებს, რომ რაც საჭიროა რა ვერ გააპროტესტებ. არასამთავრობო ორგანიზაციებს სადო დაგვასამარეს, ხომ? ხმას ვერ ვიღებთ, ვერავის ვერ ვეხმარებით, ფაქტიურად ასე გამოდის, ხომ? გვდევნიან. ასეთი ინფლაცია. მე 2 სამსახური არ შეიძლება საჯარო. რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. მე ვენახე კახეთში ვენახს ვერ გააშენებს თუ ნებართვა არ აიღო და კიდე უამრავი ასეთი და რა ვიცი ამაზე თუ შეიძლება თვალი დახუჭო და ეს კრიზისი კიდე უფრო გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესი მიდის. როდესაც რეჟიმს აქვს ასეთი რიტორიკა, რომ მე დავჟი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი ელიტისაც კი ეშინია. და რა მხოლოდ ეს ის ხელისუფლება, რომელსაც ანდრო ჭეჭინაძის ბანერის ეშინია. ანდროს ბანერი ჩამოხსნეს სინდისის პატიმრის. სადღაც დაკარგეს და იცით რამხელა პროტესტი მოყვა მას ღირსეული მოქალაქეების და ანდროს მეგობრების თეატრის მსახიობებისგან. გიმეორებთ, ამ ხელისუფლებას ანდროს ბანერის ეშინია. ამიტომ მე დაგჟი, როდესაც ხელისუფლება ამას გაიძახეს, მას ეშინია. მთავარი აქ არის რა? ჩვენ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, როგორც ჩემი ჭკვიანი მეგობარი გოგა იტყვის, იდეა და მანიპულაცია. და
გავიხსენოთ მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების დეკლარაციიდან. ჯეფერსონს ახალი არაფერი არ მოუგონია, მან ფურცელზე გადაიტანა ის რა ღირსებებითაც და თავისუფლების ხარისხით ცხოვრობდა მაშინდელი ამერიკული საზოგადოება. ამიტომ ამ ბრძოლაში თავისუფლებისათვის, სიტყვის უფლებებისათვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, თავის გადარჩენისათვის ბრძოლაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა არის ჩვენი მთავარი იდეა. რისთვის ღირს სიცოცხლე, რისთვის ღირს ბრძოლა, ამ ღირებულებების ერთიანობა მოვახდინოთ ერთი იდეის ქვეშ და აი ეს დავივიწყოთ, იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები. მე ყველასთან დავდგები, ვინც იმ იდეის ქვეშ გაერთიანდება, რომელსაც ქვია თავისუფალი, პროგრესული, განვითარებული, ძლიერი და ევროპულ ბანაკში ყოფი საქართველო. ვიბრძოლოთ და გადავრჩებით. ბრძოლა